ეხლა წარმოგიდგეთ მოკლედ იმ სამ თემას, რაზეც უკვე გაკეთდა გამოძიება და ძირითადი ჩვენი შეხვედრის მიზანი არის, რომ ყველაზე რეზონანსური გადაცემა, რომელიც იყო, ეს იყო ხოჩებისთვის რეაბილიტაცია, რომელიც არაფერი არ არის გაკეთებული, სამსახურში, ამაზე იქნება უკვე დეტალური განხილვა, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად ეხლა მიმდინარეობს ძიება ამ საკითხზე და დაზარალებული ქალბატონი ლია შამასანაშვილი ბრძანდება აქ, რომ ის, ასე ვთქვათ, ქონების ხალხობაც მოხდა. მაგრამ დოკუმენტურად, თუმცა მას შემდეგაც უკვე მოვიდა ახალი გამგებელი ირაკის შევაშლის საუბრის შედეგად, გაირკვა, რომ მსგავსი მიღება ჩაბარების დოკუმენტი არსებობს და მეორე არის ის, რომ მოხდა ქონების ხელყოფა და საბოლოო მიზანი იყო ძალიან კარგი და შემიძლია განახოთ ესკიზიც. ესკიზის სახით არსებობდა შენობებს, ამ შემთხვევაში საერთოდ არ ყოფილა მსგავსი არაფერი, იყო მხოლოდ ესკიზი. კარგი, მაგრამ ფაქტობრივად გვაქვს ამ ეტაპზე ორი შედეგი, ერთი ის, რომ არის გახარჯული თანხები. კაპიტული შევიძინებე, რომელიც მშობლამდე იყო სოფელ ჯაფარიძის ყოფილი კონტროლობის პალატზე. აღნიშნული ქონება სხვილი ფერმერი ვიყავი 800 ჰექტარი კაცებს არ აქვს მე რომ მქონდა და მე რომ მოვახერხე და აი ამ კობიაშვილი აქვს და რაც ქნა რომ მე-5 წელია ჰექტარი ვერ დავთესე და მაგ სასამართლოებისა და პროკურატურის გზაზე დამაყენა და ყველა ძალიან კარგად იცის რაც არ იგეგმებოდა არანაირი თუნდაც ამ ქოჩებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა. რაში სჭირდებოდა სახელმწიფოს ამ შემთხვევაში თქვენი ქონება? თქვენ არ კომუნისტების დროს ეს იყო საფრთხე. კომუნისტებს არის ამუდარია აი იქეთ რომელიც დაიდგა. იქიდან გადაიღეს სანაპირო დავთავდა შეგნებულად გაბრუნდა წავიდა. და რომ ჩამოვიდა შეხვედრაზე მოსახლეობასთან მაშინ უთხარი თქვენ ხო ვიცით რომ თქვენ 2-3 წლის უკანაც გინდოდათ გაბრუნდით იცით რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენს ჩემს საკუთრებას რომლის ხელყოფასა და რომლის ადგილზე მათ ჩვენებსაც უნდა გააკეთოთ აი მაშინ უთხარი რომ რატო აკეთებ იმიტომ დამებადა მაშინ ხო და მაშინ მითხრა რა ვქნა ლია დეიდათი მომართა რა ვქნა ლია დეიდაო მაშინ ხო როცა მითხარით გავბრუნდი და წავედი რომ მე ნამდვილად აღარ მომიხედავ ეხლა მითხრეს რომ უნდა თქვა და გავახმოვანი გამხმოვანებათა და ჩამოვიდა. ეხლა მაგის გამით მაინც ვერაფერს მოველოდით. მაგრამ ეს სიტყვები ნამდვილად მითხრა, გამახმოვანებით და გავახმოვანო. აქ ეს არ მქონე. ხო დაიბადეთ ის პროგრამებთან და მე. ანუ ჩვენ ძალიან ბევრი ვიძიეთ და გვინდოდა გავხსნით იმაზე, რომ წინა საარჩევნოდ, როცა ფული ჭირდებოდა საარჩევნო კამპანიისთვის და თაკეთან წავიდა მაგერია, რომ ამადა მაგილას მცხოვრებს დაუზიანა სახლი 3000, 4000, 5000, 6000 დაცემული. კი, გამოეცა. მე ანუ ის ფასად უღირდა ამ შემთხვევაში. ანუ შესაძლებელია იცი რა. 50000 ფულისთვის წაერთვინა. არა მხოლოდ 50 მანდი ხაზე. შენობა კი არა. ეს ბლოკი არის კი, აქეთ არის განმოჭრილი და აი ფაჯები გარემოში ანუ იმათ სამშენებლო მასალაც არ იყიდეს. ანუ ხოა ჩვენ ეს რო საშუალება მოაწყეს. იმისთვის გახარჯეს მეტალოპლასმასის ისინი ფანჯრები, ბლოკი იყიდეს, ცემენტი იყიდეს. შესაბამისად სამშენებლო მასალა არ უყიდია და გადმოიტანეს იქიდან და მაგით ააშენეს. ჩვენ ამას დოკუმენტალურად ვერ გავყვებოდით, იმიტომ რომ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს. თვითონ არ იცოდნენ რას აკეთებდნენ და ხა ჩვენ ძალიანაც რომ მოგვეუბნებოდნენ. არა, თვითონ ეს იყო თავდახე ვინმე ჭედრიშვილის ფიგური მახსოვდა დოკუმენტურად, თუმცა მას შემდეგაც უკვე მოვიდა ახალი გამგებელი ირაკის შევაშლის საუბრის შედეგად